Შუადღე მშვიდობის მოგესალმებით ვიწყებთ ძალიან საინტერესო საუბარს რაგბის შესახებ, რადგანაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ტესტ მატჩები. 5 ივლისი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი და თბილისში ჩამოდის ირლანდიის ნაკრები. 21 საათზე დაიწყება ეს შეხვედრა და გულშემატკივარს ჯერ კიდევ აქვს შესაძლებლობა რომ შეხვედრაზე დასასრები ბილეთები შეიძინოს. გარდა ირლანდიის ნაკრებისა, საქართველო ასევე დაუპირისპირდება სამხრეთ აფრიკულ ფრენჩაიზ Toyota Cheetahs და შემდეგ უკვე 19 რიცხვში 19 ივლისს გულისხმობ მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის სამხრეთ აფრიკის წინაშე ითამაშებს. ეს სამხრეთ აფრიკული ფრენჩაიზის წინააღმდეგ და ნაკრების წინააღმდეგ დაპირისპირება არ ჩატარდება საქართველოში, პირიქით სამხრეთ აფრიკაში, რაც შეეხება ირლანდიას დაუპირისპირდებით ვაკეში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე. ეს თემა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც ჩვენი დედაქალაქი და ზოგადად ჩვენი ქვეყანა არ არის განებივრებული აი ამ დონის მეტოქეების ვიზიტებით, ამ დაპირისპირებას ბევრი მნიშვნელოვანი წახნაგი აქვს და ამ თემასთან დაკავშირებით თორნიკე გოგებაშვილი ისაუბრებს რაგბის კავშირის აღმასრულებელი დირექტორი პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით, მადლობ რომ გვეწვიეთ. მადლობა თქვენ მოწვევისთვის პირიქით. სანაკრებო საკითხები ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს და განსაკუთრებით როდესაც ტიერ 1-ის, ანუ პირველი დონის ნაკრები ჩამოდის საქართველოში, ან ჩვენ მივდივართ მათთან სათამაშოდ. გარდა სათამაშო კომპონენტებისა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა აი ეს ვიზიტი მინდა ჩვენს მაყურებელს დავანახოთ სხვა ჭრილში. რა მნიშვნელობის მატარებელია და არის თუ არა გარკვეული ინდიკატორი ჩვენი პროგრესისა სპორტის სამსახეობაში? კი ბატონო, ბოლო 3-4 წელი უნდა აღინიშნოს, განებივრებულები ვართ უკვე ტიერ 1 ეგრეთ ტიერ 1 ნაკრები გუნდების ვიზიტით საქართველოში, ჩვენი მათთან თამაშით და სწორედ ეს იყო 2022 წელი ისტორიული, როდესაც ჩვენ 2 ტიერ 1 ნაკრები გუნდი ჯერ იტალია, შემდეგ უელსი დავამარცხეთ. თუმცა მსგავსი რანგის მეტოქე, მსგავსი სიძლიერე საქართველოში არ ყოფილა ჯერ, ეს იქნება პირველი თამაში ჩვენი საქართველოში ირლანდიის წინააღმდეგ და გვეწევა, რა ვიცი, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი, გრანდი, რომელიც შედის ხან პირველ ადგილზე არის, ხან მეორეზე, ხან მესამეზე რეიტინგით. შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან დიდი პატივი არის, ძალიან დიდი დაფასება არის და ეს არის ისევ და ისევ ერთგვარი შანსი იმისა, რომ დავუმტკიცოთ ისევ სარაგბო სამყაროს, რომ ჩვენ ვიმსახურებთ თამაშს იქ, სადაც ჩვენ გვინდა და უკვე მრავალჯერ განვაცხადეთ ეს ყველა დონეზე. და უნდა ითქვას, რომ ძვრებიც არის ამმართულებით. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ თითოეული ქართველი გულშემატკივრისთვის ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი თამაში, ძალიან სანახაობრივი თავისი შოუთი, თამაშამდე, თამაშის შემდგომ და უშუალოდ რა თქმა უნდა თამაში, სადაც ჩვენი ბორჯღალოსნები დაუპირისპირდებიან ირლანდიას და ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ვაჩვენოთ ყველას თუ რა შეუძლია ქართულ რაგბის. არ ვიტყვით შედეგზე არაფერს, არც მარცხზე, არც გამარჯვებაზე, თუმცა ყველას პირდებით, რომ როგორც ყოველთვის ბორჯღალოსნები იბრძოლებენ ბოლო წამამდე. სხვათა შორის ძალიან სასიამოვნოა სპორტსმენისთვის და თუნდაც მაყურებლისთვის ის, რომ სტადიონი ყოველთვის არის სავსე და სხვათა შორის ეს საკითხი აქტუალური ძალიან დიდი ხანია უკვე საქართველოსთვის აღარ არსებობს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ზაფხულის ცხელი დღეებია, მე მინდა მაყურებელს უთხრა, რომ ეს არ არის მარტო თქვათ მომენტი, როდესაც მიდიხარ და საყვარელ ნაკრებს ხომაგობ. ეს ერთგვარი ტესტიც არის, იმიტომ რომ ჩემი ინფორმაციით აბსოლუტურად ყველა დეტალს აკვირდება საერთაშორისო რაგბის ფედერაცია სამომავლო ნაბიჯების გადასატმელად. კი ბატონო, ნამდვილად ასე არის და ეს უკვე მრავალჯერ გვაჩვენა ჩვენმა შეხვედრებმა იმ დიდ ორგანიზაციებთან, სადაც ჩვენ მივიწევთ რომ შევიდეთ. ერთგვარი იყო პირველი ტესტი იყო სწორედ IPCR-ი, როდესაც მივიღეთ შავი ლომი, პირველი ქართული ფრენჩაიზი და პირველი ერთ-ერთი მოთხოვნა იყო მათი მხრიდან, რომ დასრება არის თუ არა საქართველოში და რაგბის მიმართ ინტერესი. თუ ისე იკითხეს, რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ მატჩების გარდა თუ დადის ხალხის სტადიონზე. რუსეთის წინააღმდეგ თამაში რომ იყოს, ალბათ დარწმუნებული ვარ, სამ სტადიონს გავავსებდით. რაც შეეხება იგივე შავლომს, იგივე კითხვები ისმის ასევე URC-ის მხრიდან, ეს არის ტურნირი, სადაც ჩვენ არ ვიცი, ეს არის ალბათ ყველაზე გარდამტეხი მომენტი იქნება ქართული რაგბისთვის, ჩვენ თუ იქ შევახციეთ და პრინციპში ძალიან ახლოს ვართ, თუმცა ყველა ორგანიზაციის 6-ერი იქნება, URC იქნება, IPCR იქნება, მათი მთავარი მოთხოვნა არის სწორედ ის, რომ სტადიონზე გულშემატკივარი ესწრება თუ არა თამაშს და უნდა ესწრებოდეს.
მათი ინტერესი სწორედ აქედან გამომდინარეობს და რა თქმა უნდა კომერციული, მარკეტინგული და რა თქმა უნდა გუნდის შემადგენლობა და ასე შემდეგ. ერთი პერიოდისგან არც ისე დიდი ხნის წინ პრაქტიკულად წარმოუდგენელი იყო კანადა და შეერთებული შტატები რო ჩამოვიდა ტესტ მატჩებზე, ყველა ძალიან ბედნიერები ვიყავით და გაგვიხარდა და რაღაცნაირად თითქოს პრეცედენტული იყო. ამის შემდეგ არ გასულა ბევრი დრო და უკვე ესეთი დონის ნაკრებები ჩამოდიან. აი, როდესაც ეს მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მე ხა მინდა რომ კულუარების შესახებ ბევრი რამ გავიგო, ყოველ შემთხვევაში მე ვწვდი ამას. აი, თქვათ რა არის ყველაზე რთულად გასაკეთებელი, აი რა არის მნიშვნელოვანი იმისთვის რომ დაიყოლიო ესეთი დიდი გუნდი რომ ჩამოვიდეს საქართველოში, რა მოგებას ნახულობს ის ამ ტრიპისგან, მოგზაურობისგან. აი ეს დეტალები თუ შეგიძლიათ რომ გაგვიმხილოთ თუ საიდუმლო არ არის. კი ბატონო, არაფერი საიდუმლო, ღია არის ყველაფერი და პრინციპში ძალიან შემთხვევით არ მიხსენებია იტალია უოლსი და იტალიის აკვიზიტი. ეს მოხდა მას შემდეგ რაც საქართველომ ძალიან ბევრი აკაკუნა ამ კარებზე, ძალიან შეაწუხა ეს ორგანიზაციები იმისთვის, რომ ჩვენთვის მოეცა შანსი. შანსი მივიღეთ, ეს შანსი გამოვიყენეთ და იქიდან მოყოლებული ჩვენ კარგად გვახსოვს იგივე სამხრეთ აფრიკა, უამრავი სხვა ნაკრები, რომლებიც ამ წლებში განმავლობაში შეხვდა, იტალია შემდეგ ისევ, ზელანდიის ანაკრები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ზელანდიის ანაკრები ძალიან ისეთი ნათქვამი არის. ნაკრებიც რო ყოფილიყო. რა თქმა უნდა, ასევე ავსტრალია არ დაგვაუწყდეს შესანიშნავი თამაში. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ეს ნაწილი ღია არის, თამამად ვესაუბრებით უკვე ამ ორგანიზაციებს, შესაბამისად ამ შანსს ვიღებთ. თუმცა უნდა აღინიშნოს ერთი პრობლემა, რომ 2026 წლიდან ერთგვარი Nations Cup-ი დაიწყება. სადაც ჩვენ სამწუხაროდ 26 წლის განმავლობაში ერთ ნაკრები გუნდების წინააღმდეგ თამაშის საშუალება არ მოგვეცია. ეს კალენდარიდან გამომდინარეა თუ უბრალოდ რამე აკრძალვა? არა, დაიყო ჯგუფება დაიყო, ორი A და B ჯგუფი არის, სადაც A ჯგუფში შედის Tier 1 ნაკრები გუნდები, B ჯგუფში Tier 2 ნაკრები გუნდები, სამწუხაროდ ეს დაყოფა ჩვენთვის გაუგებარია, თუმცა ეს ის ახალი პროექტია, გასაგები არის საუბარი, თუმცა ამის მიუხედავად 27 წელს იქნება მსოფლიო თასი და საფხულში ტესტები გვექნება თავისთავად, 28-ში ისევ Nations Cup-ს თამაშობთ, 29-ში არის British Lions-ის წელი და ასევე მოგვეცემა საშუალება რომ ერთ ნაკრებ გუნდებს ვეთამაშოთ და 2030 წლიდან უკვე ასვლა-ჩასვლის სისტემა ჩაირთვება Nations Cup-ში, რაც მოგცემს საშუალებას რომ უკვე პირველ ჯგუფში გადავინაცვლოთ. ანუ ეს ტურნირის რეგლამენტი და მონაწილეთა თქვათ განსაზღვრა თავიდანვე კითხვის ნიშნებს თოვებდა, მაგრამ აი ამ გადმოსახედიდან ხო არ არის ეს მაინც წინ გადადგმული ნაბიჯი, იმიტომ რომ ეს რაგბი ევროპის ჩემპიონატი მართლა დაგვიპატარავდა დიდი ხანია. რაგბი ევროპა ნამდვილად დაპატარავებული არის, ეს გახდა უკვე ერთგვარი მოსამზადებელი ეტაპი, თუმცა არავის დაავიწყდეს რომ ეს არის ერთადერთი გზა, რითიც ჩვენ გავდივართ. აქედან გამომდინარე, ყოველთვის სერიოზულად ვუდგებით ამ ტურნირის ყოველფრის მიუხედავად. რაც შეეხება Nations Cup-ს, ჩვენ ალტერნატივა არ გქონდა უკეთესი, ანუ უარეს სისტემა წავსულიყავით, ან ამ სისტემა წავსულიყავით, რა თქმა უნდა, მხარი დაუჭირეთ ამ მიმართულებას, იმიტომ რომ ერთგვარ შანსს გვაძლევს ეს, რომ უკვე ერთ ნაკრებ გუნდებში გადავინაცვლოთ გარკვეული პერიოდის შემდეგ. და რაც შეეხება უშუალოდ მუშაობის პროცესს, რა თქმა უნდა, ჩვენ თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს კომუნიკაცია ერთ ნაკრები გუნდებთან, მსოფლიო რაგბისთან, სხვადასხვა სარაგბო ორგანიზაციებთან, იგივე 6-ერთთან. შესაბამისად, ეს არის ყოველდღიური, ძალიან დამღლელი პროცესი, თუმცა ასევე სასიამოვნო, იმიტომ რომ შენ მიდიხარ იმოცნებისკენ, რაც ჩვენ თითოეულ ქართველს გულშემატკივარს მორაგბეს გააჩნია და საბოლოო ეტაპი, რა თქმა უნდა, იქნება 6-ერთში ჩვენი მონაწილეობა, იმიტომ რომ დიდი თამაშების გარეშე ვერ გავიზრდებით, ვერ გაიზრდება პოპულარიზაცია ქვეყანაში, შესაბამისად გვჭირდება რაც შეიძლება მეტი და მეტი მორაგბე ამისთვის. დაუბრუნდეთ ტესტ მატჩებს, შემდეგ გვაქვს 12 რიცხვში უკვე სამხრეთ აფრიკაში პირველი შეხვედრა Toyota Cheetahs-ის წინააღმდეგ და 19-ში არის მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა. ეს ალბათ სპექტაკლის მსგავსი სანახაობა უნდა იყოს, რომ აკადემიურად უნდა დავესწროთ, დავიმახსოვროთ ყველა გადადგმული ფეხის ნაბიჯი, ყველა გაკეთებული პასი, იმიტომ რომ იშვიათობაა თან ესეთი დონის ნაკრების წინააღმდეგ თამაში. აი ეს მოლაპარაკებები, ეს იყო თქვა თქვენი თხოვნა თუ ეს იყო არჩევანის თავისუფლებიდან გამომდინარე გაკეთებული კონკრეტული ნაბიჯი? როგორ ხდება ზოგადად შერჩევა? იგივე ირლანდია, იგივე Cheetahs, იგივე სამხრეთ აფრიკა, ყველაფერი ხდება სამხრივი საუბრებით და მოლაპარაკებებით.
შუაში არის სოფლიო რაგბი, რომელიც ესაუბრება მოწინააღმდეგე ქვეყნებს. მედიატორი არის ერთგვარი, თუმცა არის ხოლმე რა თქმა უნდა მომენტები, როდესაც ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ ვესაუბროთ, როგორც ეს მოხდა სამხრეთ აფრიკის შემთხვევაში, რომ გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა ბოლო წლების განმავლობაში. თქვენ გემახსოვრებათ, რომ 18 წლამდელების, 20 წლამდელების ნაწილშიც 18 წლამდელები იყვნენ ძალიან მნიშვნელოვან და ძლიერ ტურნირზე ჩასულები გასულ წელს. შავი ლომიც ხო არ იყო თუ მეშლება? შავი ლომიც იყო ჩასული კი ბატონო, ერთგვარი ტურნირი იყო. თუმცა საბოლოო ჯამში, როდესაც ჩვენ IPCR-ზე გადავინაცვლოთ, ეს ტურნირი დავტოვეთ და დღეს უკვე URC-ზე ვსაუბროთ, თუ იქ შევედით, ფიზიკურად დრო აღარ დაგრჩება სხვა ტურნირისთვის. საუბარია 18 თამაშზე, 18 ჩათვალეთ ერთი ნაკრები გუნდთან თამაში. ხო და მოლაპარაკების რაც შეეხება ძალიან საინტერესო არის, ძალიან კარგი განწყობით არის სამხრეთ აფრიკა ზოგადად ჩვენს მიმართ და ეს ღია ტრიბუნაზე ძალიან ბევრჯერ დააფიქსირა მათმა პრეზიდენტმა. რაც შეეხება ირლანდიის შემთხვევაში ეს პირველი ვიზიტი არის მათი, ეს უშუალოდ რა თქმა უნდა სოფლიო რაგბის ჩართულობით ჩვენი მუშაობით არის განპირობებული და ასევე უნდა არ დაგვაუწყდეს რომ შემოდგომაზე 3 ტესტ თამაში გაიმართება, რომლებიც ყველა გაიმართება საქართველოში. ირლანდიის ნაკრებთან თამაში კარგია, მაგრამ ემოციური ბმა ამ ნაკრებთან ძალიან ცუდია ქართველების. სხვათა შორის ფეხბურთშიც ვერაფრით ვერ მოუგეთ. ეს უფრო გასაკვირია, ხა რაგბი ცოტა სხვაობაა. მედია მორაგბეები არ გვიწყენენ, მაგრამ ერთხელ ძალიან ახლოს ვიყავით ირლანდიელები გვარიანად ვანერვიულეთ სოფლიოს თასზე. იცით რა მინდა გკითხოთ, აი თვითონ ეს დამოკიდებულება ხა სათამაშო კომპონენტებსაც რო შევეხოთ ყველა სპორტში ასეა და რაგბიშიც ასე იყო, რომ ცოტა ისეთი ვაიმე ახლა ეს ამათ როგორ უნდა ვეთამაშოთ, რას უნდა ველოდოთ. ხა მაყურებელი უკვე მზად არის, რომ იხილოს ორთაბრძოლა და დაპირისპირება ტიერ 1 ქვეყნების წარმომადგენლებთან. და რაღაცნაირი გარანტიები გვაქვს ჩვენ თავში, რომ ვიცით, რომ ხა ესე იქნება, ვიჭიდავებთ და ვიომებთ. შედეგის მიუხედავად, ხო შედეგის წინასწარმეტყველება ცოტა რთულია, თან როცა მაგათ ეთამაშები. როგორი დამოკიდებულებაა მორაგბეებში? არის თუ არა თქვათ ისეთი ვითარება, რომ არ აქვს თქოთ მნიშვნელობა ვის ვეთამაშებით. მიუხედავად ისა, რომ რაგბში სენსაციები იშვიათად ხდება. კი ბატონო, ნახეთ, მაშინაც კი, როდესაც ჩვენ არ გქონდა თამაშები არც 18 წლამდელებში, არც 20-ებში და არც ეროვნულ ნაკრებში, ესეთ მსგავს გუნდებთან, მაშინაც კი არ იყო მსგავსი დამოკიდებულება, რომ ჩვენ მოედანზე გავდივარ და წავაგებთ. ხო, აი რა უნდა ეს მომენტი არასდროს ხო. მით უმეტეს დღეს, როდესაც 18 წლამდელებსაც, 20 წლამდელებსაც ყველა დონეზე უკვე ნათამაშები აქვთ ამ გუნდების, ამ დიდი გუნდების წინააღმდეგ, შესაბამისად იცნობენ, გამარჯვებებიც აქვთ მოპოვებული და არ დაგვაუძლოს 20 წლამდე გასული მსოფლიო ჩემპიონატი, როდესაც ძალიან ახლოს ვიყავით მათ დამარცხებასთან. შესაბამისად ეროვნული ნაკრები გადის მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებისთვის. მათ ის შიში რომ ეს ირლანდია არის, სამხრეთ აფრიკა არის, ზელანდია არის, ან რომელი მსგავსი ნაკრები არის, საბედნიეროდ ეს შიში მათ არ გააჩნიათ და მე დარწმუნებული ვარ, რომ გარდა ამ ფსიქოლოგიური მომენტისა არის სპორტული ნაწილი, სადაც უკვე ძალიან არის შემცირებული სხვაობა ერთ ნაკრებ გუნდებსა და ჩვენ შორის, იგივე მარცხის შემთხვევაშიც, ანუ ადრე თუ იყო სიტყვაზე ვიძახე 30 ქულა, დღეს უკვე 10 ქულა არის, ეს სტატისტიკურად ადგენილია ჩვენმა მაღალ მიღწევებმა გავუკეთ ამის პრეზენტაცია. რა ძალიან სასიხარულო არის იმის მანიშნებელია, რომ ქართული რაგბი იზრდება, ძალიან წინ მიდის და ის რომ ისტორიაში პირველად დავამარცხეთ და ვამარცხეთ ერთ ნაკრებ გუნდებს, არ დაგვაუძლეს იაპონიას სტუმრად დამარცხებული, რომელიც წელსაც გვეწვევა უკვე გამწარებული იაპონია. გაბრაზებული. შესაბამისად ჩვენ გეგმაში რა თქმა უნდა გვაქვს რომ სამივე საშემოდგომო ტესტ თამაში გავიმარჯვოთ. ესე ამ თემას არ ეხება, მაგრამ დიდი ნაკრებებიდან, იაპონია დიდ ნაკრებებში მაინც ვერ შედის საბოლოო ჯამში ისეთებში, როგორიც არის ავსტრალია და აფრიკა, მაგრამ ჩემთვის აი რაღაცნაირად ძალიან საინტერესო გუნდია, ყოველთვის იაპონიას ხომაგობ ხოლმე თავიანთი აი მენტალობის, კულტურის და განვითარების ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაგალითი ქონდა, ძალიან დიდი რესურსი ჩაიდო, როგორც ფიზიკური, ასევე ფინანსური სახელმწიფოს მხრიდან და შესაბამისად მათ ერთი პერიოდი ძალიან დიდ პიკს მიაღწიეს, შესაბამისად ეხლა უკვე გაგრძობადი პერიოდი არის, ზრდიან თაობებს და ვფიქრობ თავის სტაბილურობა ყოველთვის ექნება იაპონიის. ძალიან საინტერესო ნაკრებია ყველაფრის გათვალისწინებით. ნუ ეხლა სპორტში პრობლემებს ვერაფერი ვერ დალევს ვერც ერთ ქვეყანაში, ანუ უკეთესის სწრაფო ადამიანის ბუნების ნაწილია და ეს ძალიან კარგია. თუმცა რაგბის შემთხვევაში
თითქოს გამოკვეთილი არის ჯაჭვი მუშაობისა. ახსენეთ ეხლა თქვენ რომ 18 წლიდან მოყოლებული პირველ ნაკრებებამდე ტიერ 1 დონის ქვეყნებთან თამაშები გვიწევს სხვადასხვა შეჯიბრიდან გამომდინარე. ამ ჯაჭვში ჩაერთო შავი ლომიც. აი რო მოგვიყვეთ რაგბის კავშირის ხედვა როგორი არის თუნდაც აი საბავშვო რაგბიდან მე როგორ უნდა განვითარდეს საუკეთესო ვერსია თქვენი მოსაზრებით და გეგმის მიხედვით როგორ არის. მოდით 0-დან დავიწყებ მაშინ და ეს ბოლო წლებში დანერგილი სისტემა არის. დავიწყეთ იქიდან რომ გავაცოცხლეთ პროექტი სასკოლო რაგბი, იგივე უკანტოქტო რაგბი, სადაც ძალიან კარგი ჯგუფი არის ჩართული. ანაბანას სწავლობენ ბავშვები. ანაბანას უკონტაქტო არის, ბავშვები ერთობიან, დაჭერობანა არის, რა ვიცი, ყველაფერი, გასართობი რაც არის, ეს შევიტანეთ სკოლებში, დაახლოებით ამ ეტაპისთვის 150 სკოლა არის დაფარული, თავისი სრული ინვენტარით და სპეციალისტებით. შესაბამისად ინტერესი გაიზარდა და უკვე ეს ბავშვები ნელ-ნელა მოდიან უკვე კლუბებში, მათ შორის რეგიონებში. ამას მოყვა უკვე რა თქმა უნდა ფესტივალების გაძლიერება და ეს უწყვეტი პროცესი არის, იმიტომ რომ გუშინაც კავშირში საუბრობთ იმისთვის, რომ რა უნდა გავაკეთოთ შემდგომი ეტაპები იმისთვის, რომ ხარისხი გაიზარდოს ფესტივალების, მშობლისთვისაც, რომელიც მივა ბავშვის თამაშზე, ვარჯიშზე, მისთვისაც სასიამოვნო იყოს ეს პროცესი და ასევე ჩვენ იანვრიდან მოყოლებული შემოვიღეთ 2 ახალი პროექტი, ეს არის საკლუბო აკადემიები, ქვეყნის მასშტაბით ამ ეტაპზე არის 4 საკლუბო აკადემია და ბონუს სისტემებში იგულისხმება იმ კლუბების სახალისება, რომლებიც ხარჯავენ რესურს ბავშვთა განვითარებაზე, ბავშვების გაზრდაზე და არ წარმოადგენენ მხოლოდ დიდ გუნდებს, როგორც არის დიდაჩი მონაწილეობა და შესაბამისად მათი ინტერესები უკვე გაიზარდა, ისინი სხვადასხვა ასაკობრივ საფესტივალო გუნდებს არსებენ და შესაბამისად ჩვენთვის ეს ძალიან ხელსაყრელი პროცესი არის და ამ ყველაფერს უკვე მოყვა რა თქმა უნდა 18 წლამდე აკადემია, 18 წლამდე ნაკრები, 20 წლამდე ნაკრები და შემდგომში ის პროცესი, როდესაც ზეგან საუბრობდით, გარეთ რომ სად იკარგებოდნენ მოთამაშეები, შესაბამისად 20 წლამდელებიდან ეროვნულ ნაკრებამდე მათ აქვთ კიდევ ერთი საკვანძო წერტილი, ეს არის შავი ლომი, რომელიც დღეს უკვე ძალიან დიდ დიაპაზონს სთავაზობს თითოეულ მოთამაშეს საერთაშორისო გამოცდილების. მოდი შავ ლომთან დაკავშირებით ახსენეთ, რომელ შეჯიბრში მონაწილეობს, მაყურებელს შევახსენოთ რა გუნდების წინააღმდეგ ვითამაშეთ და პერსპექტივა, თქვათ, მომავალში რომ უკეთეს ლიგაში ვითამაშოთ. კონვერტაციისთვის მოდი ფეხბურთის მაგალითი მოვიყვანოთ, პირობითად კონფერენს ლიგაზე ვთამაშობდით, ეხლა უნდა გადავიდეთ ევროპა ლიგაში. ეს სწორი ფორმულირება არის? ევროპა ლიგაში ვართ. და გადავდივართ ჩემპიონთა ლიგაში. ევროპა ლიგა. ამის შემდეგ არის უკვე ინვესტერ ჩემპიონთა თასი, იგივე ფეხბურთს შევადაროთ ჩემპიონთა ლიგა. და არის რაგბიში კიდევ ერთი ტურნირი URC United Rugby Championship-ი, რომელიც ყველაფერზე მაღლა დგას. სოფლიო საკლუბო ჩემპიონატი რო ვთქვათ, საკლუბო ჩემპიონატი დავარქვათ ამ ყველაფერს და დონე არის ის დონე, სადაც ზეგან თქვით რომ გვაქვს შანსი მივიღოთ 18 თამაში იგივე ნაკრებების დონეზე რომ შევადაროთ ტიერ 1 ნაკრები გუნდების წინააღმდეგ. და საქართველოში რამდენი შეიძლება რომ ჩატარდეს ამ 18-დან 9 საშინაო თამაში არის. ანუ 9 ქვეყნის ტურისტი უნდა მივიღოთ, 9 ქვეყნის წარმომადგენელს ეკონომიკაზეც რო ვისაუბროთ, ეს ძალიან დიდი შემოსავალი არის ქვეყნისთვის, ცნობადობის გაზრდა არის, პოპულარიზაცია არის და ადრე ვახსენე რომ ჩვენ უნდა ვეცადოთ რომ ჩვენი ქვეყანა გაუხსნათ ამ ადამიანებს, იმიტომ რომ ვინც ჩამოდის, მათ შორის ირლანდიელების ეხა სადამკვირვებლო ჯგუფი იყო ჩამოსული და გაკვირვებულები იყვნენ, იმიტომ რომ გვეგონა მოვდიოდით სხვაგან და აღმოჩნდა რომ მოვდივართ იმ ქვეყანაში, რომელიც შეესაბამება ტიერ 1 ნაკრები გუნდის დონეს, ინფრასტრუქტურა, სასტუმრო, სპორტული ინფრასტრუქტურა, ადამიანების უმარმასპინძლობა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. შესაბამისად თითოეული ის გუნდი, ვინც ჩამოდის აქ, ისევ ბრუნდება. იგივე იყო ოცლანდელების შემთხვევაში, ინგლისს გულისხმობ, იგივე არის სამხრეთ აფრიკის შემთხვევაში და ნებისმიერი სხვა ნაკრები ყოველთვის გამოთქვამს ზაობათ, რომ მეორედ, მესამე და მეოთხედ ჩამოვიდეს აქ. ძალიან კარგია ეს ჯაჭვი რომ არსებობს, მინდა რომ ერთგვარი ბოლოსკენ ანალიზი გავაკეთოთ, ჩვენ ძალიან წყის ნებისმიერ მეტოქესთან წაგება. ეს გულშემატკივრის დამოკიდებულებაა და ძნელია რომ ვინმე გავამტყუნოთ. თუმცა ძალიან შთამბეჭდავია ხოლმე სხვაობა ციფრებში. ეს ერთგვარად შეიძლება ვინმე მაგიქვას რომ თავის გასამართლებისთვის საუკეთესო შესაძლებლობაა, მაგრამ მინდა რომ დავაკვირდეთ ციფრებს. აი მაგალითისთვის, რამდენი აღრიცხული მორაგბე არის, თქვათ, ინგლისში
მარტო და რამდენი არის საქართველოში, ან თუნდაც ირლანდიაში. თუ გაქვთ ეს მონაცემები და მე გააზრებისთვის ძალიან კარგია, იმიტომ რომ არითმეტიკა ზნებების გამოვლენის შესაძლებლობა ზოგადად არ იძლევა. კი ბატონო, მოდით აი ინგლისამდე და ავსტრალიამდე და ასეთ ქვეყნებამდე სანამ მივიღოთ, ფიჯის გეტყვით 120,000 რეგისტრირებული მორაგბე. მარტო ფიჯის. ფიჯი. რაც შეეხება საქართველოს, საქართველოში არის ამ ეტაპზე 7,500-დან 8,000-მდე რეგისტრირებული მორაგბე. პროფესიონალიან. არა. რეგისტრირებული უბრალოდ. ბავშვებიან, ოჯოებიან, კაცებიანად და შიდა ჩემპიონატში თამაშობს სულ 1,800 პროფესიონალი მორაგბე. წარმოუდგენელი რამ არის. ნაკრების დონეზე თავის ლეგიონერები და ასე შემდეგ რო ავიღოთ დაახლოებით 200 ადამიანი ემატება ამას. რაც შეეხება ინგლისს, სამხრეთ აფრიკას ანუ კიდე ერთხელ ცოტა გამიკვირდა ესეთი პატარა ციფრსარვალოთი. ანუ ყველას უპირს. რიჩარდ კოკერილს ჩვენი ნაკრების მთავარ მწვრთნელს არჩევანში მაქსიმუმი რაოდენობა აქვს 2,000? ეგრე გამოდის. ესეც ხმამაღალი ნათქვამია. ესეც 2,000-იც არ არის. კი ბატონო. გასაგებია. შესაბამისად, და ფიჯის ხავს 120,000. 120,000 რეგისტრირებული მორაგბე ყავს, ნუ ამაში რა თქმა უნდა იქაც ბავშვები ხო, ბუნებრივი. იგივე ინგლისს რო ავიღოთ 9 მილიონამდე არის, სამხრეთ აფრიკა რო ავიღოთ დაახლოებით 700-დან 800,000-მდე არის და ასეთ ციფრებზე გვაქვს საუბარი. როდესაც ჩვენ უჟღერებთ ციფრებს საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ გაკვირვება საზღვარი არ აქვს. თუმცა ყველავთან ხდებით იმაზე, ეს შემთხვევით არ ხდება. ეს არის ქართული გენი, ის რომ გაცილებით მეტის მიღწევა შეგვიძლია და ის რომ 7,800 მორაგბით ჩვენ ამ შედეგებს მივახციეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ხვალ 15-16,000 მორაგბე რომ ყავდეს გაცილებით დიდი იქნებოდა შედეგი. ამისთვის ვიბრძვით სწორედ, ამისთვის შრომობთ და ვფიქრობ, რომ ეს შრომა აუცილებლად დაგვიფასდება. ძალიან კარგია და ორ მაგათ სიამაყის შეგრძნება დამეუფლა ეხლა პირადად მე მაშინაც ვქონდა და ეხლა გამიორმაგდა, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც ინგლისის ნაკრებმა სთხოვა რომ ჩამოდით შერკინებაში გვავარჯიშეთო. მასტერკლასი ჩაგვიდარეთ. ხო, და არა ერთხელ სხვათა შორის და ეს ძალიან სასიამოვნოა. წარმატებებს გისურვებთ, დარწმუნებული ვარ, რომ რაგბიშიც არის ბევრი პრობლემა, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ მუშაობთ, რომ ეს საკითხები უკეთესობისკენ იყოს გადაჭრილი. საქართველოს ნაკრები 5 ივლისი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი ვეთამაშებით ირლანდიას. მნიშვნელოვანია, რომ სტადიონი შევავსოთ, ბილეთების შესყიდვა ჯერ კიდევ შესაძლებელია. აუცილებელი. წარმატებები მე ერთი კვირით გემშვიდობებით.